გამარჯობა მეგობრებო, ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული სასმელია. თანაც კარგი ხნის განმავლობაში იყო ასეთი სტერეოტიპები, რომ ყავა ჯანმრთელობისთვის თლად სასარგებლო არ არის. თუმცა ბოლო პერიოდში მასშტაბური სამეცნიერო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არათუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ სასარგებლოც არის ორგანიზმისთვის. აქვს ბევრი ესეთი კარგი თვისება ადამიანის ორგანიზმისთვის და თვით სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც დადებითად მოქმედებს. ამან წარმოშვა საჭიროება, რომ ყავა ფუნქციურად გაფართოებულიყო, ეგრეთ წოდებული ფუნქციური ყავის ცნება გაჩნდა, ბაზარზე გაჩნდა სხვადასხვა წინადადებები, როდესაც ყავას თან დაერთო სხვადასხვა ინგრედიენტები და ამან გამოიწვია ინტერესი. მაგრამ დღეს უნდა ვილაპარაკოთ სრულიად გამორჩეულ ფუნქციურ ყავაზე, რომელიც თავისი შემადგენლობით და თავისი ყოვლის მომცველი სხვადასხვა მიმართულებით მართლა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბაზარზე. ეს არის კომპანია ჯიფუს ყავა პულსი. მას აქვს ძალიან მდიდარი შემადგენლობა და რეალურად ფაქტიურად მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის ძირითად ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს. მაგრამ დავიწყოთ ყველაზე მთავარით. რატო ვსვამთ ყავას, ხო? ყავას ვსვამთ პირველ რიგში, იმიტომ რომ მოვიდეთ ტონუსში, გქონდეს ენერგია. და რასაკვირველია ეს პროდუქტი ამას აკეთებს, მაგრამ აკეთებს გაცილებით მაღალი ხარისხით. რას ნიშნავს ეს? აქ ჩვენ არა გვაქვს ესეთი ეგრეთ წოდებული პიკები, ენერგიის პიკები და რასაც მოყვება მე ჩავარდნა, ხო, ენერგეტიკული. თვითონ დამზადებულია ფუძე, ეს არის არაბიკას ჯიშის ყავა, რაც განსაზღვრავს მაღალ ხარისხს და გემოს და ქოქოსის ზეთის ეგრეთ წოდებული MTC ცხიმები, საშუალო ჯაჭვის ცხიმები, რომელიც პირდაპირ ენერგიაში მიდის. მაგრამ იმავდროულად აქ მონაწილეობს ესეთი ადაპტოგენები, რომლებიც იძლევიან თავს, რომ არა მარტო მოგვეცეს ენერგია, არამედ ეს ენერგია იყოს გადანაწილებული მთელ დღეზე პიკების გარეშე და თანაც ვიყოთ განსაკუთრებით პროდუქტიული იმ საქმეში, რასაც დღის განმავლობაში ვაკეთებთ. აი სწორედ ისეთი ადაპტოგენები, როგორც არის წითელი ჟენშენი, რეიშის ექსტრაქტი, კორდიცეპსი იძლევა საშუალებას, რომ აი მე მაგალითად ძალიან გრძნობიარე ვარ ყავას რო ვსვამ, რაღაცნაირი შინაგანი ესეთი მეწყება დასაწყისში, რა ქვია, შინაგანი რაღაცა ზედმეტი ენერგიის განცდა. და აქ კიდე ადამიანი იღებს რაღაცნაირად მშვიდ ენერგიას, სასიამოვნო ენერგიას, რომელიც მე მიყვება დიდი ხნის განმავლობაში, ხარ ძალიან პროდუქტიული, არც გული გიჩქარდება და აი მოკლედ ძალიან სასიამოვნო განცდა არის. და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ეს ადაპტოგენები მეგობრებო მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ნერვული სისტემაც ადაპტირებული იყოს იმ გარემოზე, რომელიც გვაქვს, რა გამოწვევას გვაქვს ყოველდღიურად, რა სტრესებია თუ თქვათ რაღაც ამოცანები გადასაჭრელი და ეს იძლევა ეს ნერვული სისტემის სტაბილურ მდგომარეობას და გარდა ამისა კოგნიტიურ, აი სააზროვნო სიცხადეს, როდესაც ჩვენ გვინდა რომ რაღაცა საქმე გავაკეთოთ და ვიყოთ კარგ ფორმაში. ახლა აი როდესაც ლაპარაკია რომ აი ესეთი ენერგია გვაქვს, რის ხარჯზეა ეს? კარგი ის არის რომ ეს არა ჩვენი რესურსების გამოფიტვის, არამედ პირიქით რაციონალური გამოყენების ხარჯზეა. და იმისათვის რომ ეს ენერგია არათუ დაგვაყდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი გქონდეს, არა პროდუქტში გათვალისწინებულია მთელი კომპლექსი ინგრედიენტებისა, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა მიმართული იყოს, ესე იგი სწორედ ასეთი პროდუქტიული მდგომარეობისაკენ, რამაც მე ენერგია უნდა მოგვცეს. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა კუჭნაწლავის ტრაქტის მოწესრიგება და აქ გვაქვს სხვადასხვა ესე იგი ისეთი ინგრედიენტი, რომლებიც აი სხვადასხვა კუთხით ამაზე მუშაობენ, მაგალითად პრებიოტიკი, ინულინი, ხო, გვაქვს აქ ჩვენ გლუკომანანის კონჟაკი, რომელსაც აქ მრავალმხრივი მოქმედება და ერთ-ერთი არის აი ნაყროლობის განცდა, ხო, ჩვენ აქ გვაქვს ელ-კარნიტინი, რომელიც იძლევა ძალიან კარგ ენერგიას და აი შემოსული კალორიების, ცხიმების იმას უწყობს ხელს ენერგიაში გარდაქმნაში და ასევე გოგრის ფხვნილი, შავკლიავის ფხვნილი და ასე შემდეგ, რომელიც იძლევა ასევე ჩვენი ესე იგი კუჭნაწლავის მუშაობის უფრო რეგულარულ ხასიათს, გარკვეულწილად დეზინტოქსიკაციის
მომენტიც არის, რომ გავთავისუფლდეთ მავნე ნივთიერებებისაგან და როგორც საათი ისე იმუშაოს ჩვენმა კუჭნაწლავმა და მოგვეცეს ის ენერგია, რომელიც ასე გვჭირდება. გარდა ამისა, მეგობრებო, როდესაც ნაყრულობის განცდა, როდესაც შემოსული კალორიები, მათ შორის ცხიმები ენერგიაში მიდის, არა, ეს უკვე წინაპირობაა იმისა, რომ წონის კორექციასაც ხელი შეეწყოს და ამ თვალსაზრისით ამ ყამის დალევა ამასაც უწყობს ხელს, პულსის დალევა ამასაც უწყობს ხელს და უბრალოდ სასურველია, რომ ეს ისედაც შედის ჯანსაღი ცხოვრების წესში, რომ წყალი არ მოვაკლოთ, იგივე კონჟაკის გლუკომანანს, წყლის რეჟიმი დავიცვათ, ერთი ნახევარი საათი რო ვისეირნოთ, ესე ძალიან კარგია ელკარნიტინისთვის და საბოლოო ჯამში ეს იძლევა ესეთი კომპლექსურ არაჩვეულებრივ შედეგს ჩვენ სავსე ვართ ენერგიით, რომელსაც მე ვიყენებთ საქმეში. მაგრამ როდესაც ასე ვასწორებთ ამ ნივთიერებათა ცვლას და პროცესებს, საჭიროა მათი დაცვა, იმიტომ რომ მუდმივად მავნეზე გავლენის ქვეშ არის ჩვენი ორგანიზმი და აქ არის უკვე მთელი კომპლექსი ანტიოქსიდანტური დაცვისა, ალგენითი პროცესების შეწყობისა. ერთ-ერთი შეგვიძლია ვთქვათ, მართლა ანტიოქსიდანტების მეფე გლუტათიონი, რომელიც შედის ამ პროდუქტში და გლუტათიონი რეიშის ექსტრაქტთან ერთად იცავს ჩვენ ღვიძლს და კიდევ უამრავ დადებით ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, აქ შემავალი ინგრედიენტები ბეტა-გლუკანი, კურკუმინი, ლიკოპენი, მეგობრებო, მჟავე ალუბალი მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი უჯრედები თან დაცული იყოს და თან იმუნიტეტი იყოს ისე, რომ სტრესმა ხელი არ შეუშალოს, თავისუფალმა რადიკალებმა უჯრედები არ დააზიანოს, იმუნური პასუხი სწორი იყოს და მთლიანობაში დაცული იყოს ჩვენი უჯრედები, ქსოვილები და შესაბამისად მთლიანად ორგანიზმი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დაცვაც არის ორგანიზმის, ხო, სხვადასხვა კუთხით, ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ ძალიან საინტერესო მომენტს. ერთის ხრივ აქ ჩადებულია ესეთი ძალიან საინტერესო კომპლექსი ინგრედიენტებისა, რომელიც უშუალოდ ჩვენ სილამაზეზე მუშაობს. ანუ აქ არის ჰიდროლიზებული კოლაგენი, ხო? მერე ამ პროდუქტის პრემიუმ ხარისხზე კიდევ ხაზს უსმევს ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი, ხო, რომელიც მუშაობს სიზარღვების კარგ მდგომარეობაზე, კანის დაცვაზე, ლუთეინი, რომელიც იცავს ჩვენს კანს ულტრაისფერი გამოსხივებისაგან, თუთია ვიტამინები, რომელიც საერთოდ საჭირო არის აი კანის დასაცავად და ამიტომაც, როდესაც ადამიანი სვამს ამ ყავას, არა, გარდა იმისა, რომ ენერგია ეძლევა, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა დაცულია, გარდა იმისა, რომ წონის კონტროლია, თვითონ აი სილამაზეზეც მუშაობს. და საბოლოოდ მთლიანობაში რომ გავაერთიანოთ, არა, ჩვენ ვიღებთ ისეთ კრებულს ფუნქციებისას, რომელიც საერთოდ ახასიათებს მთლიანად ჯიფუს პროდუქტებს. რა არის ეს? ეს არის ძალიან თანამედროვე ტრენდი. ადამიანებისთვის ძალიან საჭირო ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო ესე იგი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული ანტიეიჯირო, რაც შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ახალგაზრდული ერი, ახალგაზრდული ენერგია, ფუნქციები და აქ ჩვენ სახეზე გვაქვს ისეთი რამ, რომ აი მაგალითად ცალკე ანტიოქსიდანტური დაცვა უჯრედების ეს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებაა. ცალკე სტრესების საწინააღმდეგო მთელი კომპლექსი, იმიტომ რომ სტრესები განიხილება როგორც დაბერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ხო? ცალკე ქრომი და სხვა ისეთი ინგრედიენტები, მეგობრებო, რომლებიც შაქრის ცვლაზე დადებითად მოქმედებენ და აღარ ხდება აი ესეთი დამანგრეველი მოქმედება, რასაც გლიკაცია ქვია და ჩვენი ქსოვილების, კანის და სხვა ქსოვილების დაბერება მოყვება. თუ ამას დაუმატებთ უშუალო ზრუნვას იმაზე რა ქვია, კანზე, არა, ეს ფაქტიურად გამოდის, რომ აი დაბერების, ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო მთელი კომპლექსია. აი ამ პროდუქტებს, ამ ინგრედიენტებს რო ვახასიათებთ, ამას თანამდევი სიკეთეებიც აქვს, ხო? ეს ენერგია არ არის აი ესეთი რაღაცა ზოგადი ენერგია, ეს არის შენი მენტალური, კოგნიტიური ენერგია, ფიზიკური ენერგია. აქ იგივე მაგალითად მჟავე ალუბლის ექსტრაქტის საშუალებას იძლევა ალგენით პროცესებს შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ნახეთ, განსხვავებით აი იმ სტერეოტიპისა, რომ ყავას თუ დალევ მე არ დაგეძინება, აი ეს
ადაპტოგენები და მჟავე ალუბალი ერთად საშუალებას იძლევა ჩვენი ცირკადული რიტმების მოწესრიგების. უბრალო ენაზე რო ვთქვათ, აი დღე რო გქონდეს ნათელი გონება, რა და ღამე კიდე უკეთესად გეძინოს, იმიტომ რომ იგივე მელატონინის გამოშვებაზე შეეწყობა ხელი ამ ინგრედიენტის მეშვეობით, არა და იქნება ეს მენტალური ენერგია, იქნება ეს ფიზიკური, მამაკაცური პოტენცია თუ სხვა გარეგნობა სარკეში რო ჩავიხედავ და ჩვენი თავი მოგწოს, მაგრამ რომ მოგვეწონოს, არა, კაი მხედველობა უნდა გქონდეს და კაი მხედველობისთვის აი ეს პროდუქტი, ცალკე ლუთეინი, ცალკე ლიკოპინი და ცალკე სხვა ინგრედიენტები ჯამში მხედველობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ასე რომ, როდესაც ამ პროდუქტს სვამ, არა, მთელ იმას იღებ, რა ქვია, კრებულს მეცნიერულად ჩამოყალიბებული ძვირფასი ფორმულისა, რომელიც შენზე მოქმედებს ძალიან სასარგებლოდ და რისი თქმა მინდა აქ. ჯერ ერთი ვისთვის არის ეს? ეს არის ვისაც უნდა რომ ენერგია ქონდეს. ფიზიკური ენერგია, სპორტსმენები, ეს არის ვისაც თქვათ სააზროვნო აქვს ბევრი და მენტალური ენერგია ჭირდება. ეს არის მათთვის, ვისაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი და აი ამას თავი უნდა მოაბას და იმავდროულად წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს და შინაგანი, ესე იგი, სიმშვიდეც შეინარჩუნოს და მერე ღამე კარგად ეძინოს. ეს არის მათთვის უბრალოდ ვისაც ყავა უყვარს და მათთვის ვისაც უყვარს აი მაღალ ხარისხთან შეხება. მაღალ ხარისხთან შეხება, იმიტომ რომ გემოც ძალიან სასიამოვნოა. გემოც ძალიან სასიამოვნოა, სხვათა შორის ამ პროდუქტმა უკვე აღიარება მოიპოვა ელიტურ მომხმარებლებში, ისეთ ქვეყნებში ყავას რო ძალიან კომპეტენტურად უყურებენ, მაგალითად იტალიაში, ხო? სხვა ქვეყანაში და მათ შორის იტალიაში აღიარება მოიპოვა და მინდა ვთქვა, რომ აი საკუთარითაც გეტყვით, რომ აი რო სვამ არის ძალიან გემრიელი და გძნობ, რომ რაღაცა ხარისხიანი და აი დაბალანსებული მიიღე. ისეთი დაბალანსებული თან სადა განცდა გაქვს, სადა. ეს არ არის რაღაცა გადაყრანჭული პროდუქტი, მაგრამ საოცრად შვიდი და ხარისხიანი, ესე იგი, პროდუქტი რომ მიიღე, იმისი განცდა არის. და ეს არის ძალიან სასიამოვნო. ნახეთ, ერთი არის რომ გემრიელია და ასეთი შეგრძნებებია და მე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყავა გარკვეულად რიტუალიც არის, ხო? რიტუალი, როდესაც შენ რაღაცაზე ფიქრობ, ან ნასადილებს, ან რაღაცა ამოცანა გადასაწყვეტი, ან უბრალოდ შენ თავთან კიდე მარტო დარჩე და ცალკე სიამოვნება და ცალკე გაცნობიერება ერთ ფინჯანში, ერთ კლუბში რამდენი სიკეთე მოსდევს და ეს როგორი ინვესტიცია არის შენს ჯანმრთელობაში, შენს განწყობილებაში და შენს პროდუქტიულობაში. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ თქვენ წინგელით სიამოვნება, რომ დააგემოვნოთ ჯერ ყავა პულსი და შემდეგ მიიღოთ ძალიან ბევრი სარგებელი.